გამარჯობა, ეს არის მარტოობის 15 წუთი და ჩემი სტუმარია საქართველოს პირველი ჩოგანი ლაზარე სუთიაშვილი. ბიჭი, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონი და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ჩოგბურთში. ძალიან გული მწყდება ზოგადად, როდესაც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს მსოფლიო აღიარებას იმისთვის, რომ მე ქართველებმაც ვაღიაროთ და უქომაგოთ. და მე მგონი ეგ გამოსასწორებელია და უნდა ვიცნობდეთ საქართველოს ჩემპიონ ლაზარე სუთიაშვილს, რომელიც არის სუპერ ჩოგბურთელი ბიჭი. წარმოიდგინეთ, საქართველოს ჩემპიონია და არის აფხელა ჯერ. როგორ ახარ ლაზარე? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. იცი რა მაინტერესებს? შენთვის ვინ ხარ შენ? მარტო საქართველოს ჩემპიონი ხარ? თუ ჩემი აზრით მარტო საქართველოს ჩემპიონია, იმიტომ რომ საქართველოში ჩემი საუკეთესო მოთამაშე ვარ და თან რამოდენიმე კიდე ევროპის პირველ ნომერზეც მაქვს მოგებული, ევროპის ქვეყნების პირველ ნომერზე და ჩემი აზრით სხვა ქვეყნების პირველ ნომერათაც ვიძლევი, იმიტომ რომ მათი პირველ ნომერები დავარაცხებული მყავს ძალიან ბევრი, მაგალითად ბულგარეთის და ესეთი ევროპის პირველი ნომერები. რამდენი წლის ხარ ახლა? 14. 14 წლის ხარ და ამ ხელა შედეგი ძალიან მაგარია. რამდენი წლის იყავი, როდესაც ჩოგბურთელობა გადაწყვეტა? 5. მომიყევი რა, ეგ გზა. საერთოდ როგორ გადაწყდა, რომ შენ ჩოგბურთელი უნდა გახდე? ადრე პატარა რო ვიყავი ხოლმე, დეიდა ჩემი ესე ყოველთვის ძალიან ბევრი სპორტი უყვარს რა საერთოდ დეიდა ჩემს და ესე მაყურებინებდა ხოლმე ძალიან ბევრ სპორტს და მით უმეტეს ფეხბურთს და ჩოგბურთს და მე რომ მითხრეს რომ აი რა სპორტი გინდაო, ესე გადავწყდი რა ვუთხარი ჩოგბურთი მეთქი და ეს შემიყვანეს მე ლეილა მასხის აკადემიაში. და თავიდანვე აუღე ალბა ამ ყველაფერს მივხვდი რომ შენია? თუ მე დრო და დრო უფრო და უფრო? არა, თავიდანვე აუღე, მივხვდი რომ ჩემი იყო, მით უმეტეს ცაცია ვიყავი და ეგ ჩემთვის უპირატესობა იყო და ნიჭის გამოყვა. ხო, ნიჭი ნამდვილად გამოყვა. შენ შრომაზე მომიყავი, მე ვიცი რომ შენ მოცული იყავი სვამ ჩოგბურთის თამაშიც. ანუ სახლშიც, ეზოშიც კედელთან ყოველთვის თამაშობდი. ძალიან შრომატევადი საქმე არის, ხო, რეალურად? ძალიან ბევრი იძახის, რომ უბრალოდ უნდა მოვარტყა და გადააგდო, მაგრამ არ არის ესე. ძალიან დიდი წარმოიდგინე კორზე შეზღუდულ ტერიტორიაზე დრო ან არ გითვლიან, როდის გამოხვალ, უნდა იყოს შენ თავთან მარტო და ძალიან დიდი ნერვიულობა უნდა და აი სულ ნერვიულობდა, აი ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი არის რომ ითამაშო. ყველანაირი აი ფეხები გეტვირთება, ხელები საერთოდ ყველაფერი და თან თუ ვიღაცაზე უნდა ნაკლები ვარჯიში აუცილებლად წააგებ. თან გამოცდილება და ყველაფერი. ხო, თუ ნაკლები ვარჯიში გეტყობა აუცილებლად. და ის მართალია, რომ მოწინააღმდეგის თამაშებს უნდა უყურო იქამდე სანამ თამაშს კიდე კონკრეტულად მაგასთან ითამაშებ. კი, იმიტომ რომ ის ოსტი წერტილები რომ დაინახო ყველაფერი, რომ სადნა ეთამაშო, სადნა მიაწერო, მოუგო. შენი სუსტი წერტილები დაუნახიათ? მარტივად? კი. ხიათ. და მე ამ სუსტი წერტილების გამოსწორებაში ხარ ხოლმე? კი. მე მინდა რომ მომიყვა მამა შენზე. რომელზეც მე ვიცი ბევრი ისტორია, მაგრამ აი შენი და მამა შენის ურთიერთობა ჩემთვის, ჩემი აზრით არის რაღაცა კიდე სანუკვარი ურთიერთობა. ის ძალიან მეხმარება. მე მაგალითად რავი, სუგერჩი მიდგას და ესე თავიდანაც ყოველთვის მაგას დავყავდი ჩემზე მეტი აქვს მოსმენილი თეორიულადაც ყველაფერი ის ჩოგბურთში და თანაც ახლა კორტები სულ ნულიდან დავიწყე და საერთოდ თვითონ გააკეთეს ყველამ რა ესე კორტებიც აგიშენა ხო თან მომაშენა? კორტებიც ააშენა და ძალიან იწალეს, მაგრამ ჩვენი ყველაფერი რა გავაკეთე და სუგერჩი მიდგას და ძალიან ესე ყველაფერში მეხმარება. და ნერვიულობს ხოლმე შენი თამაშები. შენზე მეტად ნერვიულობს ხო შენი თამაშების წინ? შენზე მეტად ნერვიულობს. შენი სამომავლო გეგმები რა არის? აი რა გაქვს მიზნებად რა? ჩემი სამომავლო გეგმა არის რომ კაცებში მინიმუმ 10-ში შევიდე და სლემი მაინც მოვიგო. სოფლიო. სლემი. ყველაზე დიდი ტურნირი, ანუ უიმბლდონი, როლან გაროსი, ავსტრალიან ოპენი, US ოპენი. და ხო დარწმუნებული ხარ რომ მაგას მიაღწევ? დარწმუნებული ვარ თუ ვიშრომებ. შრომობ? კი. დაუზაგავად. და აი ეს ახლა წამიგენ 14 წლის ბიჭი ხარ.
დღეში რამდენი საათი ვარჯიშობ? 6 ხან 7 ხან ყოველ დღე. კი. თავისუფალ დროს რას აკეთებ? თავისუფალ დროს უფრო ვისვენებ, რომ შემდეგი ვარჯიშისთვის მოვემზადო და წავიდე ისევ ახალი განწყობით, რომ მოვემზადო ისევ ვარჯიშისთვის და მივიდე და კარგად ვივარჯიშო, რომ მე ტურნირებზე შედეგები რო დავდო. ეხლა მე მაინტერესებს შენი ფსიქოლოგიური მომზადება, რაც ჩემი აზრით მაგ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ შეიძლება შენი მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად ისე დააგდო, რომ სულ დავიწყოს, რომ კარგად მომზადებულია. მომიყევი რა, აი ფსიქოლოგიურად. ალბათ მამა შენიც გამზადებს ხოლმე, მაგრამ აი შენი რაღაცა ტაქტიკა ხო გაქვს, აი ფსიქოლოგიურად როგორ არ გამოხვიდე მდგომარეობიდან, თქვათ, როდესაც ხვდები, რომ უი, ეხა ეს გეიმი წავაგე, თქვათ უამრავ. ვცდილობ ხოლმე, რომ უფრო ღრმად ვთქვა, სიმშვიდე შევინარჩუნო ხოლმე, ნუ ეხა ეგ ძალიან მაინც არ გამოდის. კარგად, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე. რამოდენიმეჯერ გამომივიდა კიდევაც და წაგებული მატჩები მოვატრიალე ევროპის ჩემპიონატებზე, მაგალითად მოლდოველთან და ირლანდიის პირველ ნომერთან. რა ვთამაშობდი, ძალიან თითქმის დამთავრებული იყო მატჩი, მაგრამ მოვაბრუნე. შენი განწყობით? აი მაგ დროს შენ თავს რას ეუბნები? ყოველთვის ვიძახი რომ მიდი, შეძლებ დავაი, მიდი. და ჩემი მოწინააღმდეგე ამას რო ხედავს, ეს უფრო ფსიქოლოგიურად ვარდება. მე კიდე ზემით ვიწევი და ასე მე უკვე ვუგებ ხოლმე. მოწინააღმდეგესთან აი შეიძლება მიხვდე ამ შეკითხვას, შეიძლება ვერ მიხვდე. მოწინააღმდეგებთან გრძნობ ხოლმე აი ეს ემოციურ კავშირს, რომ აი ამ წუთას ემოციურად მე ეს ადამიანი უკვე დავაგდე. ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ეგეთი, რომ აი უკვე შევდავარნი, აი აღანანაირი შანსი არ აქვს, უკვე ყვილად რო დადიან რა. და მაშინ უფრო ვაწევი, რომ ბარემ უკვე ბოლომდე რო დავასრულო ეს მატჩი. ნუ აღარ ამოვასრულო. წაგების შიში გააქვს? ყოველთვის. წაგების შიში არა, უფრო ცუდად თამაშის შიში მაქვს ხოლმე. და მაგაზე თამაშის დროს ფიქრობ? თუ მდე ფიქრობ თამაშამდე? თამაშის დროსაც ხანდახან. ეგ არ გიშლის ხელს? იშლის. აი რეები არ რაც ხელს გიშლის შენი აზრით იმაში, რომ ბევრად უფრო წარმატებული იყო მაგ შენ პროფესიაში. და ფსიქოლოგიურად რომ არასდროს ნერვებზე რო არ მოვიშალო, რომ ანუ ყოველთვის მაინც ნერვები მიტანს ხოლმე და ხან ბრაზები, ხან აი ძალიან ბევრჯერ ხა გავთხილებებიც აქვს აკიდებული, მაგრამ რას ვიზახ. ვცდილობ რომ გამოვასწორო, რომ შემდეგისთვის ესეთი შეცდომები აღარ დავუშვა და უფრო მეტი მოვიკო. შენ ოჯახში შენი აზრით ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ გყავს? მესმის ახლა ყველა გულშემატკივარია, მაგრამ მამა ჩემი. მამა შენი ხა? რა მაგარია, მეგობრობთ? კი, ძა. პინკლობები გაქვთ კამათები. ხშირად, ალბათ. თან შენ ახლა უკვე გარდატეხის ასაკში შეხვედი და ყველაფერი შენთვის უფრო ემოციურია ალბათ. და გარდატეხის ასაკს გრძნობ ნეტა? თუ იმდენად ხარ მოცული ამ ყველაფრით? უფრო ვერა, იმიტომ რომ ჩოგმურჩი ვარ ჩართული და ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ არაფერზე არ გადავერთო ამის გარდა, რომ მივახციო ჩემ მიზნებს. შენი ცხოვრების აი რაღაცა თუ გქონია ყველაზე რთული პერიოდი, რა პერიოდი ყოფილა ეს? ყველაზე რთული პერიოდი იყო ესე იგი ჩეხეთში ვიყავი წასული რა ჩემ ტრენერთან და ჩემ გუნდელებთან ერთად სავარჯიშოდ და იქიდან ცოტა ადრე წამოვედი რაღაცა მოხდა ძალიან მოვიდა და რო ჩამოვედი უკვე უტრენეროდ ვიყავი დარჩენილი და მალე მქონდა უკვე საქართველოს ჩემპიონატი და ნუ ტრენერთან მოხდა რაღაცა გაუგებრობა. კი რა, საქართველოს ჩემპიონატი მქონდა მალე და ერთი ტრენერი ვიპოვეთ და მაგასთან მივედით, მაგრამ მე ახლა ისე კარგად ახლა არ ვიყავი რა, ჯერ მაინც ერთი თვის მისული ვიყავი და ვეღარ შევედი ფორმაში და საქართველოს ჩემპიონატზე ფინალში წავაგე, ძალიან ისე რა, უკვე ვეღარ ვიყავი რა, თან ნერვებზეც ვიყავი უკვე მოშლილი რაღაცნაირად. ვერ ვიყავი დავაგებული, მაგრამ მე დავლაგდი ჩვეულებრივ და გავაგრძელე თამაში. მიპოვე კიდევ ტრენერი და ეხლა უკვე ყავს ხო შენი ტრენერი? ეხლა კი ყავს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ალბათ რა ტრენერი ყავდეს ისეთი რომელსაც უგებ. კი რა, იმიტომ რომ რაღაც რა აგერევა და რაღაც კვერო ვეღარ ხარ რა დანაგებული ის უფრო გისწორებს ყველაფერს და მატჩის წინ მაგალითად
კინა სხვა ქვეყნიდან რომ დაურეკავ გარიგებს ესე და ესე გააკეთე რომ ანუ შენ შეიძლება ნერვიულობისას ვერ დაფიქრდე და იმის ნათქვამს თუ მიყვები ბოლომდე აუცილებლად მოიგებ ხა თუ აიდია ვერანაირად ну შეიძლება რაღაცა ძალიან გაგიჭირდეს და 1-2 მატჩი ეგრე მოიგო მაგრამ ისე შენ შემთხვევაში უფრო ვერ მოიგებ ზოგადად ძალიან ძვირიანი საქმე არის შენ რასაც ეწევი ანუ ძალიან ძვირი არის რომ სუფორმაში იყო სულ იყო მოწოდების სიმაღლეზე რაღაც ხარჯებთან არის დაკავშირებული ყოველთვის ეგ და ეგეთი რაღაც არ არის ხო საქართველოში რომ თქვა აი სპონსორი ყავდეს რომელიც გეხმარება სულ არა ეგეთი ჯერჯერობით კონტრაქტი და რამე ეგეთები არა მაქვს ჯერ მაგრამ ეხლა იმედია რავი თუ კარგ შედეგებს დავდებ ეხლა ანტალიაში უნდა წავიდე ტურნირებზე თუ კარგ შედეგებს გავაკეთებ შეიძლება უკვე რამე კიდე ამოვიდეს იქ ვინმე დამინახოსა ხო და სხვა შორის მეც მინდა რომ გთხოვოთ თუ ვინმე დაინტერესდება იმით რომ დაასპონსოროს ლაზარე ჩემი აზრით ადამიანზე კაი ინვესტიცია ჩემი აზრით არ არსებობს და იმედია ბევრი დაფიქრდება ამაზე. სხვა შორის ჩვენ გადაცემასაც ჭირდება ჯერჯერობით სპონსორი შეიძლება ყავდეს მალე. ხო. ყველა ვეძებ სპონსორს ეგრე არ არის. პროს ვიზონთ. ეხლა მითხარი შენი შინაგანი ამბები მაინტერესებს მე. შენ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი შენი პროფესიის გარდა როდის იყო? ჩემი პროფესიის გარდა ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი თქვი? ნუ ანუ სულ პროფესიასთან არ დავაკიდო. ანუ სხვა არაფერი არ გამიგეთები. ან 5 წელიდან სულ ჯოგურტში ვარ და ვერანაირად ანუ როგორ ვთქვა. ხო, სხვა რაღაცები არ არის შენ ცხოვრებაში. მაგრამ შენ ცხოვრებაში ჯოგურტის გარდა სხვა არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩემ მიზანზე ვარ ორიენტირებული. და მეგობრები არ გცალია მაგათთვის? მეგობრები მე ყოველთვის კორწე მყავს, ვისთან ერთად ვარჯიშობ და ვინც ყოველთვის კორწე არიან და ვინც ჩემნაირად შრომობენ მარტო იმათთან, იმიტომ რომ სხვანაირთან ჯერჯერობით საქმე არ უნდა დაიჭირო, თორე ხელი შეგეშნება ჩემი აზრით და მაინც წაგიყვანს რაღაცას. იცი რა მაინტერესებს ეს შენი მეგობრები, რომლებიც კორტებზე ყავს შეძენილი. ხო შეიძლება მე შენ მეტოქეებად დაგიდგნენ. არიან კიდევაც, მაგრამ არანაირად არ მიშლის მე ხელის, იმიტომ რომ საქართველოში ჯერ მარტო ძალიან ცოტა ჩოგურთელი არის, ვინც ძალიან კარგად თამაშობს და ეს კონკურენცია ჩემი აზრით უნდა გაიზარდოს, რომ ერთმანეთში განვითარდეთ. ხან მე მოვუგებ, ხან ის, ხა ეგ არ არის ესეთი არაფერი. ეგ ძალიან მაგარი თვისებაა, რაც გვაქვს. შენთვის წაგება დამაკნინებელია, ანუ შენ თუ წააგე თვლი რომ რაღაცა შენ თავს მე ეუბნები რომ ცუდი ბიჭი ხარ, ცუდი თუ პირიქით მე შეთაუგონებ რომ არა უშავს ეს ჩვენი გაკვეთილი იყო და ცუდი ბიჭი ხარ და ეგრე არა პირიქით უნდა შეთაუგონო რომ კიდე უფრო მეტი, იმიტომ რომ რაღაცა დააკელი რომ იმისთვის მოგიგო, ანუ შეიძლება იმან ცოტათი უფრო მეტი ეშრომა და იმითი მოგიგო, ან გამოსtildeება რაღაცა და მაგის გამო უფრო უნდა ეცადო და პირიქით უფრო უნდა მოუმატო ვარჯიშს. თუ არ მოუმატებ ვაფშე გადაიკარგები ეგრე საერთოდ უკვე ყველა მოგიგებს ნელ-ნელა უკვე დაგიწყებენ მოგებას. მე განცდა მაქვს იმის რომ შენ ძალიან ბევრი გაქვს ნაფიქრი შენ საქმეზე. ოღონდ ნაფიქრი. მიხვდე ანუ ტექნიკურად კი არ ხარ შენი მოწოდების სიმაღლეზე, არამედ ამაზე ფიქრობ ძალიან ხშირად, ფსიქოლოგიურად ცდილობ რომ სულ მზად იყო. კიდევ ვარჯიშებს ატარებ აქ და რატო ხდება ეგრე რომ 14 წლის ბიჭი ხარ და მგონია რომ ველაპარაკები 20 წლის ბიჭს რა ანუ რაღაცნაირად ძალიან მიზანდასახული ხარ ალბათ ეგ არის გარანტი იმისა რომ დიდ წარმატებას მიაღწიო მაგრამ აი შენი აზრით კიდე რეებია ნებისმიერ საქმეში გარანტია იმისა რომ წარმატებას მიაღწიო აი რა თვისებები უნდა ქონდეს ადამიანს შრომის მოყარე უნდა იყოს ყველა საქმეში, იმიტომ რომ ვინც ყველაზე მეტი შრომობს, ჩემი აზრით ის მიაღწევს ბოლოს ყველაფერს. სადაც გინდა იყავი, კედელთანაც რო იდგე, ჩემი აზრით კედელთან დგომითაც კი მიაღწევ და გახვალ მე და მოიგებ ყველაფერს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ღმერთი დაგიფასებს შენ შრომას და ესე არ დაგტოვებს ჩემი აზრით. მორწმუნე ხარ ხო?
ახერხებ ასწრებ ეკლესიაში სირიალს. კი, ხანდახან. ღმერთს ხშირად თხოვ რაღაცებს. კი, მაგალითად მაჩის დროს რომ სიმშვიდე რომ მომწეს რომ. და რატო ხარ ეგეთი ფეთქებადი? სიმშვიდე კიდე და გაფრთხილებებსაც რო იღებ, რატო? აი ეს ქართული რაღაცა სისხლი. ძალიან ბევრი ჩოგბურთელი არის ეგრე, საერთოდ ყველა ჩოგბურთელი ეგრე არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დიდ წინახში ხარ ესე, მაგრამ მე საერთოდ ჩემ თავზე მეშლება ხოლმე ნერვები, რომ აი რაღაცა სულად რო გავაკეთებ რაღაცას, მე ჩემ თავს რაღაცას ვეუბნები და ვხსიხდები, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ თავი დავილაგო და ისე გავაგრძელო მატჩი ბოლომდე, რომ მივიყვანო ბოლომდე და მოვიგო. ხანდახან არ გამომდის მაინც ბოლომდე ვიშლები ხოლმე, მაგრამ ვცდილობ ჩოგანი გამოვასწრო. მე ვქენი ერთხელ და ძალიან მეჩხუბნენ. ეგ ისე ძალიან ცუდი ჟესტია ჩოგანს რო ტეხავ რა პონტია, მაგრამ სათად არიგო ჩოგანი ყოველთვის ხო გაქვს მანდუე. კი, უბრალოდ მაგ დროს ვერ ხვდები უბრალოდ რასაკეთები, შეიძლება ინსტინქტურად მოიქნო და ალეწო, მაგრამ ესე ძალიან ბევრჯერ ეგრე მომიქნებია ხა. ხშირად არ გამიტეხია, მაგრამ 1-2 კი. რომელი ჩოგანი გაქვს? ბაბოლატ პურაერო. მეც ბაბოლატისტი ვიყავ. გიჟდებოდი. ჩოგბურთელები რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? კაი, მოდი ეგრე ვიდო. ჯოკოვიჩი ტექნიკა მოგწონს მაგიში? თამაშის მაგრამ ტექნიკა უფრო არა, ტექნიკა არა. უფრო ჯოკოვიჩის მომწონს როგორ თქვა, თამაშის სტილი, კარგად აკონტროლებს ბურთს და აქეთ-იქით ყველგან კარგად სვავს ბურთებს. სადაც უნდა იმ ტოჩკაში ნახევარი წაკეთ. კაი, მაშინ ეხა კიდე ერთი ჩოგბურთელი მითხარი, ვისი ტექნიკაც მოგწონს? ტექნიკა მომწონს ფედერერის მომწონს ფორჰენდი და ბექენდი მომწონს რუნესი. ფედერერს ქონდა რაღაცა, მე რო ჩოგბურთზე დავდიოდი მაგ პერიოდში ეგეთი მოძრაობა, რაღაცა ინტერნეტი რომ მოიცვა გახსოვს, რომ გაიქცა და აქედან რო დაუბრუნა. თვინერი, ჰა? თვინერი ქვია მაგას. იქ გამოგდის, ჰა? ეხლა დავამუღამე უფრო შედარებით არ გამომდიოდა. ეხლა ხან გამომდის ხან არა. კინაღამ ფეხი მოვიტეხე იმდენი ვცადე და არ გამომივიდა. საშინელება. ისე გსჯიან ხოლმე, თქვა ტრენერი, მე ჩემი ტრენერი, შენც ეგ ტრენერი ყავდა, მე ვინც ყავდა. მე ეგ ტრენერი მსჯიდა ხოლმე მაგალითად რაღაცას არასდროს თუ გავაკეთებდი და ცუდად. რას მიკეთებდა, იცი? მაყენებდა, ჩოგანი უნდა მჭეროდა და მაგის დარტყმულ ჩაწოდებას თუ ავიცილებდი წარმოიდგინე. შენ არ დავუსჭიხარ. მე მაგაზე არ ამსჭიან. მე უფრო მსჭიან, აი თუ შემიძლია და ბოლომდე თუ არ ვიხარჯები მაგაზე, მეკუთვნის კიდევაც თუ არ დავიხარჯები. იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ ხა რაღაცას მივაღწიო, ისინიც მეუბნებიან ესე არის საჭირო და ესე უნდა გავაკეთო და თუ მაინც და მაინც ბოლომდე ესე აი გავჩერდია რაღაცა, მაგაზე კი დამსჭიან ხოლმე. მე ვიცი რომ შენ ჭადრაკს თამაშობდი. კი, თამაშობდი და მე არჩევანი გამიკეთა მამაჩემმა, ან ერთი არჩი, ან მეორე და ჭადრაკში კაი იყავი, ხო? კი, ძალიან კარგად და აი ეს ჭადრაკული აზროვნება ჩოგბურთში გეხმარება? კი, თუ მოვიშლები ხოლმე ნერვებზე, მე აღარაფერი აღარ მახსოვს. ხო, ისე მე მგონია რომ რაღაცა მომენტში ეს ცოტა აზროვნებას აჩქარებს რა ჭადრაკი და საერთოდ მათემატიკური აზროვნება ჭირდება ალბათ, ხო? კი, და ეგ ალბათ ჩოგბურთს ანეხმარება. ტექნიკურ კომბინაციები რო შექმნა რაღაც. ხო. ხოლმე მოიგო. ლაზარე, ძალიან საინტერესო ბიჭი ხარ. მართლა გეუბნები და თან აი ეგ რო ნაფიქრი გაქვს და ეგ რო სულ შენ თავზე მუშაობ თითქოს, ეგ ისეთი მომხიბვლელია, მაგრამ თან ახლა ვფიქრობ, სკოლაში ხო დადიხარ? სკოლაში დადის. იმიტომ რომ თამაშობს ჩოგბურთს. ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ ხა დილის 7-დან ესეთ 11-მდე უკვე ვარჯიშზე რო ხარ. ვეღარანაირად ვეღარ ვასწრებ და სკოლას ხელს მიწყობს, იმიტომ რომ შედეგიც მაქვს და თან იციან რომ ტყუილად ესე არ ვასწრენ რა და რაღაცებს სწავლობ, გიწევს სწავლა სახში თუ დიდად? დიდად ვერ, უფრო ინგლისურს სწავლობ და ახლა კიდევ უნდა რუსული დავწყო. უფრო ენები უნდა ვისწავლო და მე მათემატიკას. ტრენირო. ხო, მე მათემატიკა ძალიან თან მithumetes თუ ნიჭი გაქვს. ეგ
ჰობი გაქვს რამე? დავიჯერო არ გაქვს ჰობი? კედელთან თამაში ეხლა. არა, რა გაქვს? ჰობი უფრო პინგ-პონგის თამაში არის, აი ძალიან მიყვარს. ხო და მე რატო გამიგია მესმეუბრებოდ რომ ჩოგბურთს ვინც თამაშობსო, მაჯასო, ფუჭებსო პინგ-პონგიო და ეგ ხო ტყუილია. მე პინგ-პონგზე ვაფრე. და ჩემი აზრით ტყუილი არის, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრს თამაშობ და არაფერს არ მიშნევ. შვენი რა თამაშობ მაგასაც და ჩოგბურთსაც. სახში გაქვს პინგ-პონგი? კი, მეც მაქვს დიდ გორში. შეგვიძლია დავდგეთ. Просто ეხლა ტოპკებს მაგრამ არ ვის, უკეთ მაგრავის, ეგ არის ჩემი თავარი. მე ყველა ხრიდან კარგად. და იმენა გარბენინებ. ძალიან უყვარს მეც. შენი აზრით ჩოგბურთელი რო არ ყოფილიყავი, ვინ იქნებოდა? მოჭადრაკე? ჩემი თავი ჩოგბურთის გარეთ არ წარმომიდგენია საერთოდ. მაინც ჩოგბურთელი რო არ ყოფილიყავი, უფრო რავი. რაღაცები არის კიდე რაც გაინტერესებს უბრალოდ? აი უბრალოდ ინტერესი გქონდეს. კი. რა. აი მაგალითად აინტერესებს ესეთი რაღაცები, აი სხეულის აგებულება ესე ყველაფერი, რომ აი რაღაც მაგალითად ტრავმების მორჩინა რო შეგეძლოს ყველა მხრიდან, ანუ ყველაფერი რო იცი ეგეთი რაღაცები მაინტერესებს ძალიან. ისევ შენი პროფესიისთვის არის კაი. მაგითო. და ეძიები რაღაცა ინფორმაციას იგებ მაგაზე? 1000-ში ერთხელ, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა მე დავიწყებ კიდე მაგის სწავლასაც. ჩემი თვე. შენი აზრით საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩოგბურთელები განვითარდნენ? არის კი, იმიტომ რომ ან თუ ერთმანეთს არ დაებოღმებიან, რომ აი ახან მომიგე რაღაც თუ ყოველთვის კაი მოთამაშეები ერთმანეთთან ივარჯიშებენ და სულ მოთამაშეებს თუ არ გაყრიან და მაგათთან ერთად თუ წამოწევენ წინ, რომ ისე თავიანთვის გამოადგება ჩემი აზრით ყველას, რომ ისე კაი მოთამაშე შეემატება საქართველოს და თავიანთი დონეს უფრო აიწევა ერთმანეთთან ვარჯიში. ეხლა გაქვს შემდეგი წასვლა უკვე ანტალია, ხო? კი. და იქ ვის წინააღმდეგ ხარ? მე ძალიან მოკლებული ვარ ჩოგბურთულ რაღაცებს და ეხლა ცოტა უნდა გამაგებინო. ანტალიაში შენ ჩადიხარ და ვის წინააღმდეგ? ესე ქვეყნის პირველი და მეორე ნომრები ჩამოდია რამოდენიმე ქვეყნის. საქართველო არის, თურქეთია, კიდევ არის მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, ბულგარეთი იქნება, კიდე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. სასონხეთიც იქნება და გონი კიდე აღარ მახსოვს ზუსტად რომელი, მაგრამ და ერთმანეთში იბრძვით და მე ვინც მოიგებს ყველა ერთმანეთში თამაშებს რა, ტურნირი არის ესეთი. და ვინც მოიგებს, რისი ჩემპიონი ხდება? ესეთი ტენის ევროპი არის ესე ტურნირები, ტენის ევროპი ქვია და ესე ერთ-ერთი ტურნირის გამარჯვებული იქნება და თანაც მანდედან ძალიან დიდი შანსი არის რომ ევროპის ნაკრებში მოხვდე, იმიტომ რომ ეგ არის ესეთი რაღაც დეველოპმენტი ხქია, იმიტომ რომ დეველოპმენტი ან გასავითარებელი ქვეყნებისთვის არის რა, რომელიც ბოლომდე არ არის ჯერ განვითარებული. და მანდედან ახლა რომელიც ყველაზე კაი ქვეყანიდან ახლა რომელიც ბავშვს აი მოეწონებათ ის ყველაზე კარგად რო თამაშობს ევროპის ზონაზე, ის მიყვათ ევროპის ნაკრებში და ერთი 5 საუკუნის უფინანსებენ კარგებს და ათამაშებენ რომ განავითარონ. ავარჯიშებენ. ეხლა მითხარი, გაქვს თუ არა კომპლექსები? ცოტა. მითხარი რეალურად. ავი მაინც კომპლექსები აი ესე გულახდილად. აჩა. აი მე მაგალითად მაქვს იმის კომპლექსი და სულ მქონდა რომ მეგონა რომ ჩემი კოჭები არ არის გამოკვეთილი. და მართლა ეგრე იყო. კი არ შემსწავლა, კონი ფარავდა. სანამ არ გამხდებოდი, მე გავხდი, კოჭი გამომეკვეთა, აქ მაკლოპ, ამაზე მაკლოპარი. მაგის კომპლექსი მქონდა, კიდე მქონდა დიდი შუბლის კომპლექსი. კიდე მქონდა რისი კომპლექსი? დიდი თავის კომპლექსი, კაცო. სულ დამავიწოდა. შენ? მე უფრო ახლა ჯოგურთენს დაბალი ვარ ყველაზე დაბალი ახლა მე ვარ და ესე დაბალი ვიყავი მაგის კომპლექსი მქონდა, მაგრამ ახლა უკვე მომეხსნა, უკვე მიჩეული ვარ.
ხო, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი. როგორც დიდ თავში დიდი ტვინია, ასევე შენ ბევრად უფრო სწრაფი ხარ ვიდრე ისინი. კი, მაგრამ ყველა მეუბნება, აი დაბალი ხარ რაღაცა. იმიტომ რომ სხვა მინუსი ვერ გიპოვეს და. თან ან მე გადავებოდნე რა, ესე გადავედი, მაგრამ თან ჯერ კომპლექსი მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე აღარა მაქვს ჩვეულებრივად ვარ, მიჩეული ვარ მომეხსნე. ჩოგბურთზე ჩემი ტოლები მაგალითად ერთი არის 1.85 m ჩემი ტოლი იჭი. ესე 1.80 m, 1.75 m ეგრე არიან ყველა და მაგიტომ. ეგ გაჩერდება რაღაცა მომენტში ზრდაში ხა. მაგალითად 78 ვიყავი, რამდენი წლის წინ? ალბათ 7 წლის წინაც. მაგრამ მაგის მე აღარ გავზრდი ვარ. და შენ ხო იცი ერთზაფხულში რო ტანს იყრიან. ეგეც რაღაც დაგემართება. აუცილებლად ძალიან უცებ გამაყურებელი ვიყავ. მე ვიცი რომ შენ ყავდა ძმა. ნოდო. რამდენი წლის იყავი რო გარდაიცვალა? 4-ის. 4 წელს ვიყავი რო გარდაიცვალა ავარიაში. და მე ვიცი რომ შენზე აფრენდა. კი, ძალიან უყვარდი და თვითონ სპორტსმენი იყო. კი, მოჭიდავა იყო ძალიან მაგარი. კარგად ჭიდაობდა ისე. ნაკრებშიც იყო. გიფიქრია ხოლმე რომ ნოდო ამას რა ხედავდეს? რა წარმატებებსაც შენ მიაღწია? მე იმას ვფიქრობ, რომ ხედავს კიდევაც და იქიდან მეხმარება თვითონაც. მეც ეგ მგონია. და შენი აზრით აი რა დეტალებია, რაშიც აი ბევრჯერ გიფიქრია რომ გაკლია და რა მაგარი იქნებოდა ხა ჩემ გვერდით რა ყოფილიყო. რა დეტალებია რა, უფრო ხალისიანადაც ვიქნებოდი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ნუ. ჩოგბურთს ხან თვითონ მატარებდა ხოლმე ესე ტურნირებში გამოვყვებოდა. ისაც სპორტსმენი იყო და ერთადაც ვივარჯიშებდით და ყველაფერი რავი. უფრო დიდი ხელშეწყობაც მექნებოდა და ხო და შენ რაღაცნაირად ჩემი აზრით შენი ოჯახის ბირთვი ხარ ხა. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ შენ სპორტსმენი ხარ, ნოდოს გარეშე ცხოვრებას უმსუბუქებ და თან ყოველთვის ახარებ, წარმოიდგინე ეგ რა მაგარია. შენ ოჯახის წევრებს. თან მე ვიცი რომ მამა შენი მართლა აფრენდა ნოდოზე და საერთოდ ნუ ვინ არ აფრენდა? მე ვიზიანაც გამიგია, ყველა აფრენდა ამ ნოდოზე. ყველა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი იუმორი ყველა ახსენებდა რომ ძალიან კაი იუმორი აქვს. მე ხო ესეთი ჯანმრთელი ბიჭის გარეგნობა რო ქონდა. და ეს ყველაფერი მე მჯერა რომ შენზეც გადმოდის და აუცილებლად გადმოვიდა. კი, იუმორი მე მგონი რა რო კაი ვაკ და და ფიზიკურადაც გავხარ. მე გამძარს. ფიზიკურადაც კი. გავარ ძალიან. просто ის ძალიან დაკონტროლი. ძალიან დაკონტროლი. მოჭიდავე და ჩოგბურთიან სხვა. ხო ისე ჩოგბურთელს რაღაცნაირი სხვანაირი კონთი უყალები და გრძელი. ხო. და წვრილი. გრძელი კონთი უნდა ყონა. პრესი კი. მართლა. პრეს არ აკეთებ, ოღონდ პრესის ვარჯიშებს ხარ? არა, ვაკეთებ. აკეთებ? ისე ეგ მართალია რა, აი ჩოგბურთელს უნდა კონდეს. ლამაზი. აი მაგალითად ფეხბურთელებს ხო შემჩნევი რომ საერთოდ არ აქვთ პრესი. კიდე ზოგს უმეტესობას. ეს რაღაცა გამხდარი ტიპები არიან უფრო რა. ჩოგბურთელები კიდე ტანზე რო გაიხდეს თვალს სიამოვნებს. და კიდე პლუს სპეციალურ რაღაცა წონებით ვარჯიშობთ თუ რას აკეთებთ? არა, წონებით უფრო ესეთი მედიკალ ბოლი არის, ესეთი ბურთი არის 2 კილოვანი, ნუ 4 კილოვანი მაქსიმუმ და ესე დარტყმებისთვის რომ უნდა ისრონო და ესე ხელი რო აჩქარო რაღაცა ეგეთები, მაგრამ ესე შტანგები და განტელები და ეგეთები არ შეიძლება. იმიტომ რომ მე ანელებს ხელსაც და ფეხსაც. ეგ მართალია. ხო, შტანგის და ანუ უბრალოდ კუნთი არის. სირბილში მე ხელს აღარ გიწყობს არც აჩქარებაში უკვე მოქნილი აღარ ახარ. ალბათ ჩოგბურთელები და ფეხბურთელებიც მაგიტო არის რა ძალიან არის კონთებიან. ხო და მორაგბებს ჭირდებათ ეგ მასა და მოჭიდავეებს და ხო. ეხლა მივხვდი ყველაფერს. შენთან ლაპარაკი ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა ჩემთვის. იმედია შენთვისაც. მართლა შენთვისაც? კი. ხო, მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, არ გეგონოთ რომ მიკერძოებული ვარ, უბრალოდ როგორც მე მჭირდება სპონსორი, ასევე ამ ბიჭსაც ჭირდება სპონსორი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანამ მსოფლიო აღიარებს, თქვენ აღიაროთ ჯობია, მართლა გეუბნებით. იმიტომ რომ მე კაია ყველა რო ვიტაცებთ ადამიანებს და სანამ ეს ვარსკვლავი
ცაზე ყველასთვის აკაშკაშდება, შენი ვარსკვლავი, აი ეხლა, შენი ქვეყნის ქუჩებში დააბიჯებს და რაღაცნაირად უნდა იცნობდე, ვალდებული ხარ რა. დიდი მადლობა, ნახვამდის.